გასაჩივრებული არის საქართველოს კანონის საჯარო სამსახურის შესახებ, მისი 134-მე პრიმა მუხლის პირველი პუნქტი კონსტიტუციის 29 და 42 მუხლებთან მიმართებით. საჯარო სამსახურში დასაქმებული 13,000-მდე ადამიანი 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ კანონის თანახმად თანამდებობიდან გათავისუფლდება. ყველა მათგანი დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ჩაითვლება და თანამდებობაზე მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდება, რაც შესაბამისი კონკურსის წესს გაივლის. ომბუდსმენის აპარატმა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილება არაკონსტიტუციურად მიიჩნია და საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ეს ნორმა არყოს საქართველოს კონსტიტუციის 29 მუხლით დადგენილი სტანდარტს, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება საჯარო მოხელეების გათავისუფლება თანამდებობიდან უკანონოდ. თუ კი მოხდებოდა მაგალითად ინდივიდუალური მიდგომა, მხოლოდ და მხოლოდ კანონის იმ პირების მიმართ გავრცელებობის მიმართაც ვინც კონკურსის წესით არ არის დანიშნული, ჩვეულებრივად ეს ნორმა არ იქნებოდა არაკონსტიტუციური. საჯარო სამსახურებში დასაქმებულებისთვის თანამდებობების შენარჩუნება სასამართლოს გზით ცდილობს თბილისის მერიაც. ეს ემსახურება მხოლოდ სამწუხაროდ ერთადერთს ქართულმა ოცნებამ, რომელიც ფიქრობს, რომ ის გაიმარჯვოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შეძლოს და დაასაქმოს მათი პარტიული აქტივი თვითმმართველობის ორგანოებში. სახალხო დამცველისა და თბილისის მერიის სარჩელს შესაძლოა იგივე მოთხოვნით ახალი. ამჯერად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დაემატოს. კანონში შევიდა ცვლილება, რომელმაც არჩევნების შემდეგ ყველა პირი, რომელიც მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობაში, მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი დაკავებული თანამდებობიდან ავტომატურად გათავისუფლებლად ჩაითვლებიან. ცვლილებას კანონსა და საჯარო სამსახურში თანამშრომლების კონკურსის წესით მიღებაში უარყოფით ვერაფერს ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. თუმცა იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 134 მუხლის მეოთხე პრიმა მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, მისი ხელახალი განხილვისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. საპარლამენტო უმცირესობაში კი იმ მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობენ, რაც საჯარო სამსახურებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დადგება. 13,000-ზე მეტი ადამიანი რჩება სამსახურის გარეშე თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღესვე. მათ კანონი უშვებს სამსახურიდან. ესეთი დარღვევა ყველას ასე ვთქვათ, აღშფოთებას იწვევს გარდა ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობისა. შეიცვლება საშტატო ერთეულებიც, შეიცვლება სამსახურებიც და ეს არის რეფორმიდან გამომდინარე რეორგანიზაცია. ეს უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ადამიანებს ყველას მიეცეს საშუალება გაიაროს კონკურსი და კონკურსის წესით იყოს აყვანილი ამ სამსახურებში. თუ ნორმა არაკონსტიტუციურია, ცხადია პარლამენტი იქნება ვალდებული დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ ცვლილებამ კანონში უფრო მეტ ადამიანს საჯარო სამსახურებში საკუთარი შესაძლებლობების შესაბამისად დასაქმების პერსპექტივა გაუჩინა. აუცილებელია ახალი არჩევნების შემდეგ, ყველა ახალი არჩევნების შემდეგ და ეს ეხება თვითმმართველობის არჩევნებსაც, იმ ორგანოებზე, ანუ თვითმმართველობის ორგანოების დონეზე თავიდან ჩატარდეს კონკურსი და თავიდან დაკომპლექტდეს ეს მმართველობის გუნდი. ვინც არ იმსახურებს, რომ გაგრძელოს მუშაობა, უნდა გათავისუფლდეს მის სამუშაო ადგილი და სხვა უნდა დაიკავოს, ვინც იმსახურებს და ვინც გაივლის როგორც ხდება ხოლმე კონკურს გასაუბრება ეს. თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვე რჩება. საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ეს დრო აქვს, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილება ან კონსტიტუციურად, ან მასთან შეუსაბამოდ ცნოს.